Smart Pediatrics, თანამედროვე ხედვები პედიატრიაში. ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში პირველი საერთაშორისო პედიატრიული კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ეხებოდა სხვადასხვა პედიატრიულ თემატიკასა და მედიცინის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდნენ პრეზენტაციებს როგორც ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტებისგან. წარმოდგენილი პრეზენტაციის ირგვლივ დაისვა კითხვებიც და წარიმართა საინტერესო დისკუსიები. კონფერენციაზე სტუმრებს შორის იმყოფებოდა ალერგოლოგი პედიატრი ბიძინა კულუმბეგოვიც, რომელმაც თემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასეთი ტიპის კონფერენციები, რომელიც მულტიპროფილურია, მრავალდარგობრივია და მულტიდისციპლინარულია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღეს ნოზოლოგიები ძალიან გართულდა, მათი მკურნალობის მართვა სტანდარტები გართულდა, ამიტომ ერთი ექიმის ფარგალში ხშირად პაციენტების დიდი ნაწილი და მათი დაავადებები ბუნებრივია ვერ იმართება. ძირითადი თემები იყო რასაკვირველია სხვადასხვა საკითხები, რომლებიც ხშირად ერთმანეთთანაც გადაჯაჭვულია, პარაზიტოლოგიის თემები, ალერგიის, იმუნოლოგიის, აუტოიმუნური დაავადებები, სხვადასხვა ორთოპედიული გამოწვევები და სხვადასხვა ბევრი გასტროენტეროლოგიური პრობლემები, რომლებიც მთლიანობაში ძალიან მნიშვნელოვანს და ძალიან სასარგებლოს აქცევს ამ კონფერენციას. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის პედიატრიული გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფიქრია ჟვანია, რომელმაც თემის აქტუალობაზე ისაუბრა. ეს იყო უმაღლესი დონის პედიატრიული საერთაშორისო კონფერენცია ქართველი და ამერიკელი ექიმების მონაწილეობით, რომელიც წარმოადგენენ სხვადასხვა დარგს. ჩვენი ექიმები, ჩვენი დამწრე საზოგადოება, რომლებიც არა მარტო თბილისიდან იყვნენ ჩამოსული, ასევე რაიონებიდან, გამოიყენებენ თავიანთ პატარა პაციენტების ჯანმრთელობის ზრუნვაში. ძალიან დიდი იმედია, რომ ჩვენ ამ საზღვრებს გავალთ და იქნება მომავალში ერთ-ერთი ბრენდი ჩამოყალიბდა Smart Pediatrics-ი თავისი ლოგოთი და გავალთ უფრო დიდ აუდიტორიაზე მომავალ წელს.